წეზარი. დღეს ჩვენ მოვამზადებთ ყველასაც უსაყვარლად წეზარს. ვინ ჩვენ? უკვე საკითხავია რა ვინაიდან დღეს შაბათია, მე ვისვენებ. ამიტომ დღეს სალატს მოვამზადებენ. დედაჩემი და ჩემი მეუღლე. წავედი დავისვენებ, ღვინოს დავისვენებ. აი. რძალდე და მთილის დუეტი. დიახ. ვიწყებთ სალათის ფუცლით. კი ბატონო. ანუ იქიდან გამომდინარე თუ რამხელა მოცულობის ფორმაზე ხდება, იმ რაოდენობის სალათის ფოთლებს ავიღებ. დაახლოებით აქედან გამომდინარე გრამაჟს მე დიდად არ ვაქცევ ყურადღებას. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენიერ. გამოგდით არაჩვეულებრივად ასე რომ. მადლობა. შეგიძლია აიღოს სალათის ფურცლები. დაჭრა არ უნდა ხელით დახიე და გააწყე ძილი. უბრალოდ? უბრალოდ. всё. მივხვდი. საკმარისია. თუმცა აი აქაც ჩანდე ცოტა. აი ასე. ეხლა აიღე მაიონეზი. არ მეგონი. ნახეთ. მაიონეზს უკეთებ ნახრეთს. რომ ზედმეტი არ გამოგვივიდეს. თვითონ ის გარეცხილია და სუფთა. ნერო აი ხა უნდა გახვიდე აქედან. აქეთ. ოდნავ მარილი. იმიტომ რომ ყველი მარილიანია და ბრუსკეტიც ყველიანია და ცოტა მარილიანია. ეხლა ავიღოთ თეთრი ხორცი, ქათმის მოხარშული თეთრი ხორცი და დავკუცმაძოთ. შენ. დააკუცმაცე ისეთ მისაღებ ერთად რო დააკუცმაცოთ არა? კი ბატონო. მოდი და არა პრობლემა. მე აქედან გიხელმძღვანე. გაგეკეთებია თვითონ. მოუსვი. მიდი ბავშვებს მიხედავ. რძალდე და მთლის ნოუშლი. აჰა. საქმის კეთება. კაი, მეც აქ პოპკორნი მაქვს, ცეცხლმაქრიც მოვამზადე და ჩაფხუტიც მაფარია. მაინც მე მოხდება საბოლოოდ. საკმარისია. რაც ცოტა გძელია, შეგიძლია დანით, ხო. კი ბატონო. თანაბრად რო იყოს, რო არ იყოს დეფიციტი თეთრი ხორცის. და თქვენ ვინ გასწავლოთ? მე კარგი თქვენ. ჩემას 50 წლიანმა პრაქტიკამ სამზარეულოში. ეხლა შეგვიძლია დავჭერათ ზეთის ხილი. სხვათა შორის ორი პიანისტი ვდგევართ. რძალდე და მთილი. არა, ამდენი არ. აყარო და კარგი. ეხლა ავიღოთ პამიდორი. ეს თქვენ და მე გიყურებთ და გავიმეორებ. დავჭერათ აი ესეთ ნაჭრებად საკმარისია სავსებით და მოვაყაროთ ერთი ფენა, შემდეგი ფენას შენ მოვაკრე. ეხლა აიღე ბრუსკეტი. ბრუსკეტი არის ყველის. კი ბატონო. მოვაყარე. ნუ გენანება. ჩვენ ორი ავურიეთ სხვადასხვა ერთმანეთში. ორივე ყველის ბრუსკეტია და ძალიან გემრიელებია. ეხლა აიღე აი ეს ხილი. კი ბატონო მოვაყარე. ეხლა აიღებ მაიონეზს. კარგად უხვათ ისე გააკეთე 4 კუთხეებად. ასე. აიღე ეხლა სალათის ფუცლები. იგივე პრინციპით? იგივე პრინციპით, ანუ ძალიან მარტივია ამ სალათის გაკეთება, მაგრამ დამიჯერეთ არინანებთ, ძალიან გემრიელია. მარტივი არის, მაგრამ რესტორნებში ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი სიამოვნება. ისევ მაიონეზი, ხოლო ბევრი ძალიან არა. ისე ზომიერად. ეხლა ქათმის ხორცი. მოდი მეც დაგეხმარები. ეხლა პომიდორი დააყარე. ალბათ დააყარე ინტუიციურად. ძალიან სწორი ინტუიცია კარნახობს შენ. ბრუსკეტი აიღე. ეხლა ცოტა, ბევრი არ უნდა. სილამაზეა. ძალიან.
გემრიელი იქნება როგორც ყოველთვის. აი მაგიტომაც მინდა რომ ერთად მოგიმზადებინეთ. დამიჯერეთ ძალიან გემრიელი ცეზარი, კეისარი გვაქვს. ძალიან. ესე უფრო ლამაზია. Всё, салати მზად არის. გაგვიმარჯოს. გავიმარჯოს. Bon appétit. მე. გაგიმარჯოთ. სალატა ძალიან გემრიელია, ისიამოვნეთ და გააკეთეთ ჩემი რეცეპტით.